კლიმატის ცვლილებების სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე კონფერენცია ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში გაიხსნა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა კლიმატურ სისტემაში საშიში და შეუქცევადი პროცესების თავიდან არიდების გეგმა განიხილეს. Როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს კონფერენცია პარიზშიც გაიმართა. რიგით 21 ღონისძიებას 200-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება და სამუშაო შეხვედრები 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. დღევანდელი ღონისძიება, რომელიც ტარდება ევროკავშირის დელეგაციისა და პრიმაისტის პროგრამის ხელშეწყობით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოს მხარეებსაც, საქართველოს საზოგადოებასაც მიეცეს ამავე საკითხების, კლიმატთან დაკავშირებული საკითხების განხილვის საშუალება და იმ გზებისა და საშუალებების მოძებნა და ჩამოყალიბება, რომელიც ხელშეუწყობს იმავე მიზნების მიღწევას, რასაც ისახავს სწორედ 21 კონფერენცია პარიზში. პარიზში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენცია გაიხსნა და საქართველოც ამ ღონისძიების ნაწილია. ქვეყნებმა საკუთარი მოსაზრებები უნდა წარადგინონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. Ამ შეხვედრების საბოლოო მიზანი კი სითბური აირების ემისიების შემცირება იქნება, რის შედეგადაც გლობალური დათბობის შეზღუდვა 2 გრადუსი ცელსიუსით მოხდება.